მნიშვნელოვანია ის კადრები, რომელსაც ახლა ჩვენი ოპერატორი პირდაპირ ეთერში გაწყობს. ჩვენ მივამართებით ახლა ელბაქიძის აღმართისკენ, საიდანაც უკვე მსვლელობა გაუყვება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც არის პროტესტის მთავარი დასკვნითი ადგილი უკვე 115 დღეზე მეტია. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით არიან ადამიანები დღეს ქუჩაში გამოსულები იმის სათქმელად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მსვლელობა ახლა უკვე უახლოვდება ელბაქიძის აღმართს, აქედან წავალთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და უკვე იქ იქნება მთავარი დასკვნითი ადგილი. მე ვხედავ აქ ეკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს, რომელთანაც განვაგრძობ საუბარს. მოგესალმებით, თალბატონო ეკა, პირდაპირ ეთერში ვარ. მინდა გითხრათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი დღევანდელი მარში მეგობარი აქტის განხილვის პარალელურად. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამერიკელი ხალხის წარმომადგენლები სენატში და წარმომადგენლობის პალატაში ძალიან ბევრი თვის განმავლობაში გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, ხო? ისინი აკეთებენ როგორც განცხადებებს, ასევე ასაქცირებენ კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს ქვეყანას, არასრულებენ კონსტიტუციის 78 მუხლის მოთხოვნებს, არიან ჩართულები ძალადობაში, წამებაში და ასე შემდეგ და დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მათ შეიმუშავეს სპეციალური დოკუმენტი, მეგობარი აქტი, სადაც არის საუბარი ორ რამეზე, ხო? პირველი არის ის, რომ ისინი მხარში დაუდგებიან ქართულ ხალხს, ისინი მხარს დაუჭერენ სხვადასხვა რეფორმებს, ჩვენს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას, ეკონომიკურ განვითარებას, თანამშრომლობას ეკონომიკური კუთხით. ასევე აქ მოთხოვნები არის გაჟღერებული, რაც ჩვენ გვაქვს, ხომ? გათავისუფლება პოლიტპატიმრების, თავისუფალი სასამართლოს შექმნა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ აქ არის ასევე საუბარი კონკრეტულ ზომებზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, კორუფციაში, წამებაში და ძირს უთხრიან ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს. და ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მკაცრი ზომები გატარდება კონკრეტული პირების მიმართ, არა ქვეყნის, არა ქართველი ხალხის მიმართ, არამედ იმ კონკრეტული პირების მიმართ, რომელიც აფერხებს ჩვენს განვითარებას. მადლობა უსმენთ ეკა გრიგაუს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს კადრში გაჩვენებთ, რომ ახლა შეჩერებულია რამდენიმე წამით მსვლელობა, იმიტომ რომ ხალხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომელიც დღეს ქუჩაში გამოვიდა, რომ პერიოდულად უწევს მსვლელობას გაჩერება, რათა შემდეგ უკვე არ დაირღვეს ეგრეთ წოდებული ხაზი, მანამდე სულ რამდენიმე წუთის წინ აქ ქუჩაში ჟღერდა საქართველოს ჰიმნი და პარალელურ რეჟიმში აქ წაიკითხეს ყველა პოლიტიკური პატიმრის სახელი და გვარი, რომელიც პროევროპულ აქციაზე გამოსული რეჟიმმა დააკავა და ციხეში გამოკეტა. დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც შეიქმნა მეგობარი აქტი და 115 დღეზე მეტია ამის პარალელურად ქუჩაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მთავარი მოთხოვნით აჩატარდეს ახალი არჩევნები და გამოუშვან ყველა პოლიტიკური პატიმარი ციხიდან. ხედავ უფლებადამცველს, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი არის ჩვენთან ერთად და მასთან განვაგრძობთ საუბარს. ახლა საუბრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობარი აქტი და რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხვრის გამო შეიქმნა სწორედ თავდაპირველად ეს აქტი. რაზე უნდა გამახულდეს ყურადღება, რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის სენატში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქტის განხილვა, რომელიც განსაზღვრავს მომავალში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ჩვენ გვინდა და სწორედ დღევანდელი აქციით გაგვეგზავნა გზავნილი მესიჯი ამერიკელი პოლიტიკოსების მიმართ, რომ ეს აქტი წარმოადგენს სწორედაც, რომ
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს, იმიტომ რომ ამ აქში საუბარია იმაზე, რომ ამერიკამ უნდა აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, უნდა გააგრძელდეს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკა. საუბარია იმაზე, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომ დემოკრატია უნდა გაძლიერდეს, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში და ყველა ვინც ჩაიდინა უკანონობა ადამიანის უფლებების მცირე დანაშაულები, ისინი უნდა დასანქციონ ამერიკის მხრიდან. ამიტომ ეს არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან, რის გამოც ხალხი უკვე ამდენი თვეა ქუჩაში დგას. მადლობა ნინო ლონჯარიას უსვადით ხედავ ნანუკა ჟორჟოლიანს ხედავ, რომელიც მოუყვება მსვლელობას და მასთან გადმოგწევს საუბარს რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ბოლო გასროლად იყო ფონდი არა, დღეს ვისაუბროთ აქციაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთოდ როდესაც ადამიანი მეგობარს ირჩევს საერთო ღირებულებებით, საერთო იდეოლოგიით, საერთო ინტერესებით და ამერიკა გვეუბნება, რომ ჩვენთან მეგობრობა უნდა. ხოდა ჩვენც გვინდა რომ ვანახოთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობთ, რომლებიც ზუსტად იგივეს ფიქრობთ, რასაც ისინი და ხელისუფლება არაფერს ნიშნავს საერთოდ. ამიტომ დღეს 27-მდე ეს აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე რასაც ხედავ, ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და მთავარი იაფარულოვას თორიდან დაიწყო სხვათა შორის ეს ყველაფერი. იაფარულოვას თორიდან, ამიტომ მიაც აქ არის და ჯობია რომ დანარჩენი ჩვენ ვესაუბრეთ პირდაპირ ეთერში, მართლაც წარმოუდგენთ, ბევრი ადამიანი შეიკრიბა დღეს. რატომ არის ეს აქტი მნიშვნელოვანი? ნანუკა, ეს არის მხარდაჭერა ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეებისადმი და მეორეს მხრივ საუბარია სანქცირებაზე. მოქალაქეების აქ ალბათ ვართ მინიმუმზე მინიმუმი, ვინც ამ ქვეყანაში ფიქრობს იმას, რომ ჩვენი არჩევანი არის დასავლეთი, ჩვენი არჩევანი არის ევროპა, ცივილური სამყარო. და მე არ მგონია, რომ სინამდვილეში უმცირესობაში კი არა, ძალიან უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური სიმპათია ირჩევენ რუსეთს. ამიტომ ეხა ეს ხო რაღაცა სიმბოლური მნიშვნელობის შეხვედრა და მარშია. უბრალოდ 27-მდე ჩვენ ამერიკელებს უნდა უთხრათ, რომ ჩვენი მეგობრობა არის ორმხრივი. მადლობა, მოსმენდით ნანუკა ჟორჟოლიანს. ახლა ჩვენ ვდივართ ელბაქიძის აღმართზე. ხალხის რაოდენობას ალბათ ხედავს მაყურებელი, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ადამიანია დღეს ქუჩაში გამოსული. მთავარი ატრიბუტიკა არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და საქართველოს ჰიმნი, რომელიც პერიოდულად დედაქალაქის ქუჩებში ისმის. მოქალაქეები მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ, სადაც უკვე 115 დღეზე მეტია დგას ადამიანთა დიდი რაოდენობა. მთავარი მოთხოვნით ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გამოუშვას რეჟიმმა, გამოვიდნენ ციხიდან პოლიტიკური პატიმრები. აქ არიან შეკრებილები ყველა პროფესიის ადამიანები, მსახიობები, რეჟისორები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პატიმრის ოჯახის წევრები და სულ ცოტა ხნის წინ აქ ისმოდა პოლიტიკური პატიმრების სახელები და გვარები, უკლებლივ ყველა ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს. ასეთი ახლა ვითარება ელბაქიძის აღმართზე პროტესტის დასკვნითი ადგილი იქნება პარლამენტის შენობა. მადლობა, ეს მაკა ანდრონიკაშვილი იყო, ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმავალი მარშიდან გვერდდებოდა.